ჩვენი სპექტაკლი არის გოგოლის ნაწარმოების ცხვირის მიხედვით. ცოტა ჩვენი ინტერპრეტირებით. ეს არის ისტორია საშუალო რანგის ჩინოვნიკის შესახებ, რომელსაც ცხვირი გაექცა ერთჩვენიერ დღეს, მაგრამ დაიკავა მისი თანამდებობა. შემდეგ დაწინაურდა და გახდა მისივე მინისტრი. შესანიშნავი პოლიტიკური პამფლეტი, რომელიც ეძღვნება ჩვენ სასახელო პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ღრმად და თავდავიწყებით არის ჩაფლული ეროვნულ კორუფციაში. ჩვენი მიზანია შეგიყვანოთ ამ მდგომარეობაში. განაადვილია იყო არარაობა, განაადვილია გესმოდეს, რომ არაფერს არ წარმოადგენს შენი პატარა სავარგლის გარეშე. განაადვილია იღებდე გრთამს და სინდისი არ გაწუხებდეს არც ერთი წამით. არ იცოდე რა არის სიყვარული თანამდებობის გარეშე, არ იცოდე რა არის სუნთქვა თანამდებობის გარეშე. ყველაფერს წვითავდეს მისი დაკარგვის საშიშროება. ამაზე გვინდა მოგიყვეთ ჩვენი სპექტაკლით. შეგრძნება გვაქვს, მე მგონი ბევრს, რომ ჯოჯოხეთი გაუქმდა. ადგილი იცვალა და გადმოვიდა ადამიანთა სამყაროში. ხოლო ეშმაკები კი პენსიაში გავიდნენ. იმიტომ რომ ადამიანმა გაცილებით უფრო კარგად შეისწავლა ნაძილობა და უღირსობა, ვიდრე მათმა მასწავლებლებმა. გარეწრები იყვნენ, გარეწრები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლები იქნებიან მომავალში.